საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერში ქრონიკა 8 საათზე ახლა ამბობს ლევან ჯავახიშვილი გაგაცნობთ. ამბები 2008 წლის ომის გმირებზე. 10 წელი გავიდა და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად რთულდება. მიწა გვინავდა. ის შემიძლია გავიხსენო. მთელი იმ ხნის მანძილზე მე სოფელი არ დამიტოვებია. ჩემთვის დღევანდელი დღე კი არა და ყოველი დღე ომია. როგორია რუსული აგრესიის კვალი 10 წლის შემდეგ. ცხოვრება რუსულ მავთუხლართებთან. ბომბი რო ჩამოვდე, ტალღამ რო ამიყვანა, იქ ნალობიერი მქონდა ზედა მაგდო ნალობიერი. ხედავდით როგორ ემზადებოდა რუსული მხარე და მათ შორის სეპარატისტები, რა თქმა უნდა, ომისები. რა ისტორიას ინახავს ერგნეთში ოკუპანტების მიერ გადამწვარი და მუზეუმად ქცეული სახლი. პრეზიდენტობის კანდიდატის სიმართლე. პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ქვია? ამ ომს აქვს ერთი სიმართლე. საქართველო არის სვერპლი, რუსეთი არის ოკუპანტი. აი აქ მიმდინარეობდა ომი. აი აქ ამ ტერიტორიაზე, აი აქ. როგორ დავიწყებდით ჩვენ ქართველები საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთთან ომს. ომი ფართომასშტაბიანი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას ბუნებრივი არ ექვემდებარება. ექნება თუ არა გავლენა აგვისტოს ომის შეფასებას სალომე ზურაბიშვილის წარმატებაზე. ძიძა, რომელმაც 6 თვის ტყუპებით ემა პატიმრობაში რჩება. პირველი შემთხვევაა და თავს უქნომ დამნაშავეს, თავს გაითვალისწინა. ასულად ნანოხამ. რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ბრალდებულის აღიარება? გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. ბრალდებული გახლავთ ის პირი, რომელიც გამოძიებამ ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში დააკავა. რა ახალი მტკიცებულებები აქვს გამოძიებას? როლით ნათქვამი პროტესტი, ერთი ადამიანის ისტორიით მოთხრობილი რუსული აგრესია. ჩვენ რადგან შემოქმედი ხალხი ვართ, ჩვენ ჩვენებურად ვამბობთ ჩვენ სათქმელს და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს ამ ფილმით. ფილმის ბოსტანი კონფლიქტის ზონაში გადაღებები სრულდება. ერგნეთში 10 წლის წინანდელი მოვლენები რამდენიმე საათით გაცოცხლდება. ომის მუზეუმთან ფოტოინსტალაცია მოეწყობა. ექსპოზიცია რუსული აგრესიის შედეგებზე გვიამბობს. პარალელურად ორი პროექტის პრეზენტაციაც იგეგმება, რომელიც დღევანდელ რუსულ მცოცავ ოკუპაციას ასახავს. ორგანიზატორები გამომცემლობა ინდიგო, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი და ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე არიან. ერგნეთშია ჩვენი კორესპონდენტი ანა შეფკინაც, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშია. დიახ, ლევან, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცხინვალიდან 9 კილომეტრში იმ სოფელში, რომელიც 2008 წელს 10 წლის წინ აი ამ დროს უკვე ინტენსიურად იბომბებოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ ერგნეთის დატოვება მხოლოდ 9 აგვისტოდან დაიწყო. აქ დაბრუნება კი ადგილობრივებმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლეს. სწორედ რუსული აგრესიის შედეგებს და იმას, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ასახავს ფოტოგამოფენა, რომელიც ომის მუზეუმის ეზოში სიმბოლურად არის მოწყობილი. ცოტა ხანში აქ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი მცოცავი საზღვრები, რომელიც კიდევ ერთხელ გაახსენებს მოსახლეობას, გაახსენებს მსოფლიოს, რომ 2008 წელს დაწყებული ომი ამ დრომდე გრძელდება. ამ წუთებში ადამიანები არიან შეკრებილები სწორედ მუზეუმის ეზოში. აქ არიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. ისინი ერთად იხსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 10 წლის წინ ერგნეთში. ეს ფოტოინსტალაცია გაკეთებულია იმ ფოტოებით, რომელიც გამოყენებულია ვიდეოში და ამოჭრილი არის ძალიან დიდად ადამიანების სახეები, რომ კარგად უფრო მეტად შევიგრძნოთ, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ადამიანებს ეხება. იმათ, ვინც ეს გამოიარეს, ვინც დაკარგა ყველაფერი, ვინც დღეს ასეთ პირობებში ცხოვრობს, ვისაც სულ მუდმივი შიში აქვს, რომ დღე ხვალ რა იქნება. 10 წლის წინ ჩემთვის ყველაზე მძიმე დღე იყო. ამ დღეს ზუსტად სამშობიაროში ვიყავი და მეხუთე შვილი შემეცინა და იქიდან მომიწია წასვლა. დაბრუნება კიდე მთლად უარესი იყო. გვეგონა რომ ჯოჯოხეთში დაუბრუნდით, იყო მთლად განადგურებული, დამწვარი, გაუბედურებული. არ ვიცი ეს დრო მე მგონი უფრო მეც გვიშურება. კი არ გვინელდება, უფრო გვიღვივდება. და
ძალიან მძიმეა გასახსენებლად. როგორც უკვე გითხარით, აქ ცხოვრები ადამიანები ერგნეთში მხოლოდ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდნენ, თუმცა დანგრეული დამწვარი სახლების აღდგენა და ახალი ცხოვრების დაწყება მათ ამ დრომდე უწევთ და დღეს მთავარი სურვილი და მთავარი იმედი არის მშვიდობა და ის, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ქართველები, ოსები, აფხაზები კვლავ ერთად იცხოვრებენ. ამიტომ დღეს უკვე ფოტოინსტალაციის დათვალიერების და ფილმის ჩვენების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჩამოსულ სტუმრებთან ერთად საში გაუშვებენ მანათობელ ფრანებს და ბუშტებს, როგორც მშვიდობის გზავნილს იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლევან. მადლობთ ანა, ერგნეთიდან პირდაპირ ეთერში ანა შეფკინა საუბრობდა. 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ოკუპაცია და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებია. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის წინ წითელი არმია საქართველოს ისევ თავს დაესხა და ტერიტორიები დროებით დავკარგეთ, გვაქვს გმირობის, გაუტეხელობისა და თავდადების მაგალითები. ჯარისკაცები, რომლებმაც სამშობლოსთვის უთანასწორო ბრძოლაში თავი გაწირეს და ექიმები, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდშიც არ ღალატობდნენ დადებულ ფიცს. რუსული ტერორი დღეს დაღუპული სამხედროების დედებმა და შიდა ქართლის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თეიმურაზი, ზვიადი, კახა, ილია და შინდისის კიდევ 13 გმირი. ომიდან 10 წლის შემდეგ დაღუპულებს მათი ბრძოლის და გმირობის ადგილზე იხსენებენ. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი შინდისის რკინიგზის სადგურთან რუსეთის 58 არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლისას 11 აგვისტოს დაეცა. გმირების უკვდავსაყოფად ამ ადგილს მემორიალი, წარწერა და მათი ნივთები შემორჩა. მიწაგრგვინავდა, ის შემიძლია გავიხსენო. მთელი იმ ხნის მანძილზე მე სოფელი არ დამიტოვებია და ყველას მოუწოდებდი, რომ არ წასულიყვნენ სოფლიდან, იმიტომ რომ ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვიჭირავს იარაღი, მაგრამ ჩვენ სამშობლოს საზღვარს ვიცავთ. ის არასოდეს არ დაგვავსდება, რაც ხდებოდა და გმირობა იმათ კიდევ ვინც დარჩა სოფელში მაშინ და აი ამ უბედურებას შეესწრო, შეტაკებები აქ მოხდა და მართლა გმირები არიან და ნათელში ამყოფოთ უფალმა და აი ყველა მიბაძონ ხა ჩვენმა ახალგაზრდობამ. შინდისელ გმირებთან ერთად ომის სისასტიკე განიცადეს მეომრების დედებმაც, ადამიანებმა, რომლებმაც სახლები ბოლო წუთამდე ვერ დატოვეს. ადგილობრივები წამების და არადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის შესახებ ყვებიან. მათ შორის იმას, თუ როგორ აიძულებდნენ მათ რუსი სამხედროების ზურგს ამოფარებული სეპარატისტები სასტიკი მკვლელობების ვიდეოების ყურებას. უყურეო აქო და ვერ უყურებდიო, თავი ქონდა გადაწეულიო ერთსო და მე ეს ვინც მელაპარაკებოდაო, ის დანას უსმევდა ყელშიო და კლავდა კაცო. უყურე ამას, არ შემიძლია შვილო, ვერ უყურებო, ჩემო მეუღლე მუთხრა, 70 წლის კაცი იყო. ვერ უყურებოდა სცემა სასტიკად. მე ვნახე ის ორი გარდაცვლილი გზაზე აი პოსტთან, რომლებიც ერთ ესროლეს მანქანაშივე, მეორესაც ესროლეს მანქანაში, გადმოიყვანეს, დააგდეს გვერდით, დააფარეს ზეთხის ტოტები და ასე დამავალეს, რომ ჩქარა წამეყვანა ეს გარდაცვლილი ამ ადგილიდან. ძნელია გასახსენებლად, მოსაგონებლად, მაგრამ ისტორია. ომიდან 10 წლის შემდეგ იმედს, რომ ომისთვის ოკუპანტი აუცილებლად დაისჯება, არ კარგავს ადგილობრივი მოსახლეობა. რასაკეთებს ხელისუფლება ამისთვის? ამის მოსაყოლად დაზარალებულ ტყვიავში იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ჩავიდნენ. თია წულუკიანმა დღეს ადგილობრივებს უთხრა, რომ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით ცდილობს დაამტკიცოს, როგორ შემოიჭრა რუსეთი სუვერენულ სახელმწიფოში. ამის შიდა სიმტკიცებულება ჰააგაში და სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი. მტკიცებულებათა შორის არის რადარის მონაცემები, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში ომის დროს არაერთი რუსული გამანადგურებელი იყო. ჩვენ სტრასბურგში მაისში ღია სხდომაზე წარვადგინეთ თუნდაც რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცე, სუვერენული საჰაერო სივრცე სავსეა რუსული თვითმფრინავებით, არც ერთი ქართული თვითმფრინავი არ არის. ჩვენ წარვადგინეთ ასევე სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში, რომ ჩვენ რეალურად ქართულმა მხარემ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თუნდაც
დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკან დახევა იმისთვის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან და მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. გორი, ქალაქი, რომელმაც ომის სიმძაფრე ყველაზე მეტად შეიგრძნო, 10 წლის შემდეგაც კვლავ მოვლენების ეპიცენტრში იყო. პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს ტრაგიკულ მოვლენებს ამ ქალაქში და გმირების ოჯახებში იხსენებდნენ. გიორგის დაგიალაც ყველა ქართველისთვის არის ნამდვილი გმირი და როგორც მათ შვილები ამაყობენ, მათი მამების გმირული საქციელით ასე ვამაყობთ όλοι ჩვენთანგანი და პირველ რიგში თქვენ ოჯახს ეკუთვნის ეს მადლობა, რომ ასეთი გმირები გაიზარდნენ საქართველოში და თქვენ ოჯახში და მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. 2008 წლის ომის გმირობისთვის ქვეყნის პრეზიდენტმა გორის ჰოსპიტალის ექიმები დააჯილდოვა. გმირი ჯარისკაცების მსგავსად ჰოსპიტალიც ინახავს გმირი სამხედრო ექიმის გიორგი აბრამიშვილის ისტორიას, რომელმაც ევაკუაციისას ჰოსპიტალი არ დატოვა და დაბომბვა შეეწირა. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირობაში ყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის. თქვენთან მოდიან ადამიანები იმის იმედით, რომ თქვენ რო დაგინახავენ მათი ბედი გადაწყვეტილი და გადარჩენილი. თქვენ ბრძოლის ველზე საკუთარ სიცოცხლეს წირავთ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. თითოეული თქვენთაგანის მაღალმა პროფესიონალიზმმა, პატრიოტიზმმა, უშიშრობამ გადაარჩინა ათეულობით და ასეულობით ჩვენი მოქალაქე და ესენი დღეს ცოცხლები არიან. აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგაც რუსეთს ისე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი. კრემლი ისევ არასრულებს 2008 წლის აგვისტოს ომის 6 პუნქტიან შეთანხმებას. გავლებულია მავთუხლართები. ოკუპანტები იტაცებენ და კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ამ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია. განადგურებული ქართული სოფლები, გადამწვარი სახლები და ეთნიკური წმენდა რუსმა აგრესორებმა და მათმა მარიონეტმა სეპარატისტებმა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. 2008 წელს ერთმორწმუნე მეზობლის ქმედებებს 228 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 150,000 ადამიანი კი იძულებული გახდა სახლკარი დაეტოვებინა და საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულიყო. 10 წლის წინა ქორსართულიანი სახლი იდგა. სამზარეულო რამდენიმე საძინებელი სტუმრების მისაღები ოთახი ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს. წაიღეს ყველაფერი, რასაც გრიგოლ ბადრიაშვილის თქმით წლები შესწირა. ახლა სოფელ ავლევის მკვიდრს მხოლოდ ხეხილის ბაღი და მოგონებები შემორჩა. ორსართულიანი სახლი გაწყობილი ყველანაირად. როგორც შეიძლება სოფლის პირობებში უმაღლეს დონეზე. საუკუნის სახლი ექიმები ცხოვრობდნენ, დედა, მამა და 8 აგვისტოს მოვედი დამწარი დამხვდა სახლი. დაპუფქურის და ისევ ღიოდა ის ნაკვერცხლები და ისინი დაბრა. სახლები უნდა ეთვალიერებინათ, გაეზარცათ ეს სახლი წაეღოთ და ლორნი იყო ერთი უკან. დაახლა უგინდა და მოკლა. როცა იქცა ეს კაცი ეს ემაში ეგინა იმ თავის სამხანად. მეში ბოდიში და მე შენი დედა. 90 წლის კაცი მოკალი რა დაგიშაო. ავლევში მოკლული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ერთ-ერთია იმ 228 მშვიდობიანი მოსახლიდან, ვინც ოკუპანტების და ბანდ ფორმირებების ტყვია მიმსხვერპლა. გურამ კაკაურიძე ყვება, რომ თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მიუხედავად ამისა, სახლის მიტოვება არ უფიქრია. ჯერიმად დაიწყეს სროლა იქიდან. იქიდან რო ისროდნენ. რაკეტები ისეთ ცივდა, როგორც ბომბი რო ჩამოვდე, ტალღამ რო ამიყვანა, იქ ნალობიერი მქონდა ზედა მაგდო ნალობიერი. ფანჯრები შიგნით კი არ ნოშ, გარე შიგნით ციოდ. მაგარი ის იყო, ხმა ქონდა, სულ დაინდრენ თელი ფანჯრები, სახლები იმაშება. და ეს სახლები, ნამწვარი სახლები მერედა. კრალევში ჩრდილოელმა მეზობელმა 33 სახლზე მეტი გადაწვა. გაძარცვას კი ვერც ერთი გადაურჩა. ამის მომსწრია ნინელი მჭედლიშვილი. ყვება, რომ სოფელში შემოსული სამხედროები განსაკუთრებულ აგრესიას ახალგაზრდების მიმართ იჩენდნენ. თავად კი ასაკის გამო დაინდეს. სულ გადმოყარეს, თუ რამე იყო ეძებდნენ, თუ კაი რამე იყო მიქონდათ. თუ არ ისევ ეწონდნენ, ანტრენდნენ, ამჩხრენდნენ ყველაფერსა. ისეთ საშინელი მდგომარეობა იყო, რა ვიცი. მთელი სახლებს აღებდნენ. და თუ სადმე
რაღაცა შენიშნავენ, აი გვარდიის ფორმა ყარები იმსახურზე წვავდნენ. თითოეულ ბოთში იყო, ზოგში ტყემალი იყო, ზოგში რაღაცა წვენი იყო და ნახეთ აი პირდაპირ შიგნით არის დარჩენილი ის ნარჩენები, რაც აქ ისეთი ტემპერატურა ტრიალებდა, როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ალბათ 1000 გრადუსი იყო, რადგან თითოეული აი კედლის თითოეული ქვა გახეთქილია და 10 წლის წინ ომის ქარცეცხლი ლიანა ჩლაჩიძემაც გამოიარა. ერგნეთში 160 გადამწვარი სახლიდან ერთ-ერთის მეპატრონემ ოკუპანტი ქვეყნის სისასტიკის სამსახველი მასალა სარდაფში მოწყობილ მუზეუმში გააერთიანა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. მისი თქმით 2008 წლის ინტერვენცია, რამდენიმე ათეული წართმეული სოფელი, გადამწვარი სახლები და ერთმორწმუნე მეზობლის იერიში დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ხედავდით როგორ ემზადებოდა რუსული მხარე და მათ შორის სეპარატისტები, რა თქმა უნდა, ომისათვის როგორ გაყავდათ ქალები, ბავშვები, საკუთარი თვალით მაგს ნახე, როგორ შემოდიოდნენ შემოვლითი გზით, ეგრეთ წოდებული ძარის გზას, რასაც ისინი ეძახდნენ, რუსები ეძახდნენ, მძიმე ტექნიკა, საომარი, ასე ვთქვათ, მანქანები და ასე შემდეგ. ვიბომბებოდით გამუდმებით. დაღუპული 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი. საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული 150,000-ზე მეტი ადამიანი და მცოცავი ოკუპაცია. ასეთია რუსეთის ინტერვენციის შედეგები. ამ ბანერს და მავთულ ხლართებს მიღმაც საქართველოა, თუმცა ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქვეყნის, რომლის საერთო ფართობიც თითქმის 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია, რომელიც საქართველოს 258 ჯერ აღემატება. მათთვის, ვინც აქ კონფლიქტის პირას სოფელში ცხოვრობს, ვისაც ყოველ დღე იტაცებენ და ყოველი დღე შიშის ფასად უჯდება, რუსეთი მეგობარი არ არის. აი როგორ ვთქვათ, რომ მეგობრები არიან. რანაირად ამ დღეში ჩაგვყარეს. რა მეგობარია, ეტყობა ფაქტზე. მეგობარი როგორ არის? რუსეთი კლავს, რუსეთი ოკუპანტია. ბოლო 10 წლის ტრადიცია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებს გვახსენებს ხალხმრავლობა მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე. აქ ყოველ 7 და 8 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები იკრიბებიან. დღეს მათ ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმაც მიაგეს. უკვე ბოლო 10 წელია მუხად გვერდი ტკივილისა და სიამაყის სიმბოლოდ იქცა. ჩემი ძმა აწამეს იმ 5-ძვრიანი დროშის გამო, რომელიც მე დღეს ყველაზე დიდი სიამაყით მიკეთია ამ ხარზე. აგვისტოს ყველა გმირს საკუთარი ისტორია აქვს. ომიდან 10 წლის შემდეგ ამ ისტორიებს მათი ოჯახის წევრები აცოცხლებენ. რომ არ მოწევოდა, მაინც წევიდოდა ისეთი იყო. 31 ივლისს რომ გამოვაცილე სახლიდან, გურიედან ვარ მე მე ჩემი შვილი არ მინახია. ისე ჩადვენ მიწაში, საერთოდ არ ვიცი რა ფერია მიწაში ჩადობილი. ერთი სურათით ვიცი რომ არ აქვს არაფერ. ვიცით გიორგი აწამეს და წამებით მოკლეს. რუსეთი ყოველთვის იქნება ჩემთვის მტერი. 10 წელი გავიდა და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად რთულდება. მაგრამ 8 აგვისტო განსაკუთრებულად რთულია, რა თქმა უნდა. ეს ტკივილის და სიამაყის ადგილია. აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრების შეკრების. მიდიან და იხსენებენ. ემოციებს ვერ მალავენ. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. ოჯახის წევრებისათვის ომი არ დასრულებულა, იციან ომის დამთავრების დრო. ეს მოხდება მაშინ, როდესაც დაღუპული გმირების სისხლით დაწერილი ისტორია მიზანს მიაღწევს და ქვეყანა გამთლიანდება. ზოგისთვის ეს უცბად გასული წლები და დღეებია. ჩვენთვის მძიმეა ყოველი წუთი. ყოველი ამ წუთის გახსენება. ენით აუწერელია ეს სიტუაცია. მე არც ერთ შვილი აღარ დამრჩა. სამი მიცვალებული ჩემი ოჯახიდან. ჩემთვის დღევანდელი დღე კი არა და ყოველი დღე ომია. ის ბრძოლა, რაც ამ ბიჭებმა დაიწყო, ძალიან არ მინდა, რომ უკვალოდ ჩაიაროს, უკვალოდ დარჩეს, გაქრეს ეს ყველაფერი და ამ ბიჭების სისხლით დაწერილი ისტორია არ გაგრძელდეს. მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ომი დასრულებული არ არის და ეს აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. 8 აგვისტო ადამიანური და სახელმწიფოებრივი ტრაგედიის დღე. დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მოქალაქეებთან ერთად პატივი მიაგო პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მრავალწლიან აგრესიაზე ისაუბრა. ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებაში ოპტიმიზმიც ისმოდა. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის. რადგან არ გამწყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და ხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოვებს ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს.
რუსული აგრესია და განგრძობითი ოკუპაცია ომიდან 10 წლის შემდეგ კვლავ რომ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამაზე ისაუბრეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირებისთვის პატივის მისაგებად მისულებმა. საქართველოს ეყოფა ამდენი სხერბლი დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არადამთავრებული რამე თუ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ამ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე და ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს მათი თავდადება იმ ღირებულებებისთვის, რაც არის საქართველოს ერთიანობა, მთლიანობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა და მთელმა სახელმწიფომ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ამ ღირებულებების რეალიზება იყოს ჩვენს ქვეყანაში. დღესაც ჩვენი მიზანი ის არის, რომ მივიტანოთ იმ ხალხისთვის, რომელიც იქ დარჩენილი არის, რომ ჩვენ საქართველოს გარეშე არ განვითარდებით და ოსები, ვინც საქართველოში დაბადებულები არიან და დაბადებულები ცხოვრობდნენ, ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ნაწილი. უნდა აუცილებლად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ხალხი დაბრუნდეს იმ ადგილებზე, საიდანაც არიან. 10 წლის წინ რუსულმა აგრესიამ 169 სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა. დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე პანეშვიდი გადაუხადეს. როგორ იწყებოდა 2008 წლის რუსული ოკუპაცია, სატელევიზიო არქივმა ბევრი მძიმე კადრი შემოინახა, ვითარება ცხინვალის რეგიონში ზაფხულის პირველივე დღეებიდან უკიდურესად დაძაბული იყო. მდგომარეობის დეესკალაციას ქართული მხარე მოლაპარაკებებით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ რუსეთს საქართველოში შემოჭრის გეგმა უკვე ამოქმედებული ჰქონდა. კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად 1 აგვისტოს იძაბება, როცა ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა ფეთქდება. აფეთქებას ერთი ადამიანი ეწირება. იმავე ღამით ცხინვალიდან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ ისვრიან. არიან დაჭრილები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ოფიციალური თბილისის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართულ სოფლებს ოსებთან ერთად რუსებიც ესხმიან, ცხინვალსა და მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. ყურმბარ მტკორცნებით ისვრიან ერედვის, ფრისის, ავნევის და ნულის მიმართულებით. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში 27 ქართველია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. ავიღეთ ცხელი ხელებიდან გადავაგდე და შინ შევიტანე. როგორ გადავრჩით ხალხი მიარჩით, რანაირად გადავრჩით. ისეთი ამბავი იყო. ცხინვალის ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. 8 აგვისტოს დიალოგის ნაცვლად საომარი მოქმედებები იწყება. ამას კი წინ უსწრებს ედუარდ კოკოეტის სატელევიზიო გაფრთხილება. ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს, რომ ჩვენ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს და დავბომბავთ ქართულ სოფლებს. ამ განცხადების მიუხედავად თბილისი მოლაპარაკებისთვის ემზადება, თუმცა უშედეგოდ. ველაპარაკე ბატონ პოპოვს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ჩამოდის საქართველოში, შეხვედრა იქნება ორმხრივ ფორმატში, არაფერი კაკა, ეს კაკა თუ სხვა კაკა, ამაზე საუბარი არ არის. ალბათ იქნება კიდე განცხადებები, ან კიდე სროლები. იმას, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე ფაქტორი ადასტურებს. 6 აგვისტოს ცხინვალში ეგრეთ წოდებული მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ქალაქიდან ქალების და ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 4 დღით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე დასრულებულია რუსეთის რამდენიმე კვირიანი სამხედრო წვრთნა. მისი დასრულებიდან 4 დღის შემდეგაც სამხედრო კონტინგენტი დისლოკაციის ადგილს არ უბრუნდება და სატანკო კოლონა როკის გვირაბის გავლით გეზს ცხინვალისკენ იღებს. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის საკუთარ გადაწყვეტილებას მედიით აცხადებს. რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება, ძალიან მტკივნეული გაბრძანება, როგორც უმაღლესმა თავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად. თავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე. ქვეყნის მთავარსარდლის ეს შეთავაზება რუსეთმა არ მიიღო. 8 აგვისტოს გამთენიისას საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა. აშკარა იყო, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთნენ. ქართული მხარე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილებას იღებს. ქართულმა წარმომადგენელ სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. განთავისუფლებულია ქალაქ ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში. ცხინვალის რეგიონს ვათავისუფლებთ სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმისგან და მთელი სოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა გვაქვს. არ დაუშვებთ ჩვენი თანამემამულეების დაღუპვას, დამნაშავეები მიიღებენ საკადრის სასჯელს.
რუსეთმა მუქარაში ასრულა. ამ განცხადებებიდან მალევე დაიბომბა ფოთისპორტი, სენაკის და ვაზიანის სამხედრო ბაზები. იკარგება პირველი ტერიტორიებიც. ქართველები ტოვებენ კოდორის ხეობას. ცხინვალს უკვე რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. სამი დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის არმიის დანაყოფები აწარმოებდნენ აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. დღეს ის დასრულებულია. ეს აფხაზი ხალხის დიდი გამარჯვებაა. განცხადებები კეთდება თბილისში. ხელისუფლება მოსახლეობას მტერთან შესახვედრად ამზადებს. პარალელურად ამშვიდებენ დედაქალაქელებს. ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გაუწიოთ წინააღმდეგობა. მინდა სრული პასუხისმგებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დავამშვიდოთ თბილისელები და გითხრათ, რომ კოლონამ აუხვია ორჭოსანთან. აბა რა გინდოდათ, რომ ჩვენ ჯიბის დანაგვექნია? გავიგე, რომ არაადეკვატური ძალის შესახებ საუბრობენ და ადეკვატური ძალა რა არის? როდესაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ტანკებს, საარტილერიო ცეცხლის სისტემებს, ჩვენ რა შურდულებიდან ვისროლოთ? რუსეთის აგრესიას თბილისი კონცერტებით და საზოგადოებრივი კონსოლიდაციით პასუხობს. მეგობრის სტატუსით საქართველოში ჩამოდიან 5 ქვეყნის პრეზიდენტები. შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. მე ჰარტველი ვარ. მოსახლეობას იმედს უჩენს შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის სიტყვები. რუსეთი შეიჭრა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში და ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას ემუქრება. შეერაღებული კონფლიქტის ცხელი ფაზა სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმებით დასრულდა, თუმცა კრემლი მის შესრულებას არ ჩქარობდა. დოკუმენტზე ხელმოწერიდან მალევე მოსკოვმა მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს 75-ჯერ დაბომბა. აქედან 22-ჯერ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა, 2008 წლის 8 აგვისტომდელ კონფლიქტის ზონას რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 10 წელი შესრულდა. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავზე საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. საგანგებო განცხადება დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს გერმანიამ და კანადამ. განცხადება გაავრცელა საქართველოში საფრანგეთის საელჩომაც. აგვისტოს ომის მე-10 წლისთავს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები ავრცელებენ. საგანგებო განცხადება დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰეიზერ ნოიერტმა გააკეთა. ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე უცვლელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და არა რუსეთის. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს შეიარაღებული ძალების შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს რუსეთს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გერმანული მხარე მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივად აღიარებას და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის თავზე საფრანგეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს საქართველოში საფრანგეთის საელჩოც. დიპლომატიური მისია რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთს საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ მოსკოვი კვლავ არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ათასობით ადამიანი კი რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს. აგვისტოს მოვლენების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწიეს შეხვედრას, რომელსაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ელჩები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დისკუსია გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გახსნა. აგვისტოს მოვლენებიდან 10 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. 300,000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად არის ქცეული. უხეშად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
ადამიანების უფლებები. ვრცელდება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის გადმოწევა, მკვლელობები, ეთნიკურ ქართველებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება. რუსეთი ზრდის სამხედრო ყოფნას ამ რეგიონებში. თავდაცვის მინისტრებად ინიშნებიან ყოფილი რუსი გენერლები. შეხვედრაზე უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მოიწონეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომლის მიზანიც ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. რუსეთი აგრესიას ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. 10 წლის წინ რუსები შეიჭრნენ სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. 2014 წელს იგივე განმეორდა უკრაინაშიც. რუსეთის კრიმინალური ქმედებების მომწრენი გავხდით სირიასა და სოლსბერიშიც. საერთაშორისო საზოგადოება რომ უფრო მყარად დადგომოდა მხარში საქართველოს 2008 წელს, შესაძლოა ეს აღარ მომხდარიყო. იუესალმებით და მხარს უჭერთ საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც ხელშეუწყობს დეოკუპაციის პროცესს. ჩვენის მხრივ გმართებს ერთობა და ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ. პირველ რიგში მხარდაჭერას ვუცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია არასოდეს შეიცვლება. ვგმობთ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და უკანონო ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს უსვამს გაეროს გენერალური მდივანიც. აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილე მხარეებს მოუწოდა კონსტრუქციული მიდგომები შეიმუშავონ, რომ ამ შეუცვლელმა მექანიზმმა საკუთარი მანდატი შეასრულოს. ყველა დაინტერესებულმა მხარემ ყურადღება დიალოგსა და პროგრესზე უნდა გაამახვილოს და თავი შეიკავოს პოლიტიკისგან, რომელიც კიდევ უფრო მეტ განხეთქილებას შეიტანს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, აღნიშნულია განცხადებაში. როგორი კვალიფიკაცია უნდა მიუცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, ასე აფასებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი 10 წლის წინანდელ მოვლენებს. სალომე ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტთან კითხვები აქვს და ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლება კრემლის პროვოკაციას ახვა. ამ განცხადებას ოპოზიციაში არ იზიარებენ და შიშობენ, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთის მრავალწლიანი გეგმა რეალობად იქცევა. პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახერება, თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენ საუკუნოვან მტერთან. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამ კითხვებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე სვამს. პასუხებისთვის მედიას ანალიტიკოსებთან გვამისამართებს, თვითონ კი მიიჩნევს, რომ 2008 წელს ოფიციალური თბილისი კრემლის პროვოკაციას ახვა. როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ქონდა. იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ ნაბიჯი არ გადაედგა, სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა, როცა შენ იცი, რომ საზღვარზე მიმდინარეობს ივლისიდან კავკასი მწუთვნები და იქ ასეული ჯავშან ტექნიკა, ათასობით ჯარისკაცები რუსული მხრის დგანან და რაღაცას ელოდებიან. ომის ქრონოლოგიის ასეთ შეფასებაში სალომე ზურაბიშვილი მარტო არ არის. მეორე ნინო ბურჯანაძეა, რომელიც უკვე წლებია იმეორებს, რომ 10 წლის წინანდელი რუსული აგრესიის მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკაა. განცხადება ბურჯანაძემაც დღეს ომში დაღუპულთა სასაფლაოზე გააკეთა. დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ არა სააკაშვილის ახირება, რომ რუსებს აქვთ შეიძლება ბევრი, მაგრამ დაჟანგული ტანკები, რომ რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და რომ ამერიკელები ჩვენ დაგვეხმარებიან. რომ არა ეს ახირება, ეს ომი არ იქნებოდა.
ოპოზიციური პარტიებისთვის ბურჯანაძისა და ზურაბიშვილის განცხადებებს შორის დიდი სხვაობაა. ეს იმიტომ, რომ სალომე სამადაშვილის თქმით, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი მკვეთრად გამოხატული პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსია. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი კი პროდასავლური ხედვებით ინიხბება. ზურაბიშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთის მრავალწლიანი გეგმა რეალობად იქცევა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანი შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ მოხდეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსის საერთაშორისო აღიარება, ჩვენ დავკარგოთ სამართლებრივი საფუძვლები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ხალბატონი ზურაბიშვილი ჯიუტად აგრძელებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას. ამ ომს აქვს ერთი სიმართლე. საქართველო არის მსხვერპლი, რუსეთი არის ოკუპანტი. ნებისმიერი სხვა ვერსია ხელს აძლევს რუსეთს. აი აქ მიმდინარეობდა ომი. აი აქ ამ ტერიტორიაზე, აი აქ. როგორ დავიწყებდით ჩვენ ქართველები საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთთან ომს? რა უნდოდა აქ რუსეთს? სადმე სარატოვში თუ ვორონეჟში თუ მოსკოვში იყო საომარი მოქმედებები? რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებზე მართველი პარტია და იზიარებს თუ არა მის პოზიციებს? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი უცვლელი, ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ვრცევს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მე დამოუკიდებელი კანდიდატების ხედვაზე, მათ პოზიციებზე განმარტებებს არ გავაკეთებ. ეს არ არის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, კომენტარების სფერო. ამ მომენტში ჩვენი პოზიცია, ჩვენი გუნდის პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა. საქართველოს ტერიტორიები დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რუსული აგრესია სახეზეა. ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს რუსეთთან ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. ვინც როგორ არ უნდა შეეცადოს ომის ისტორიის გადაწერას, ფაქტები ამბობენ, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს ცხინვალიდან ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 10 წლის წინ რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და 10 წელია კრემლს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომი როგორი იყო წინაპირობა და რა შედეგებით დასრულდა ის, როგორი ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და საქართველოსა და რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩების თვალით დანახული სურათი. მაიკლ მაკფოლმა თავის წიგნში რუსული აგრესიული პოლიტიკა დეტალურად აღწერა. ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ვერც შეერთებულ შტატებთან მიღწეულმა გადატვირთვის პოლიტიკამ შეაჩერა და სამხედრო აგრესია საქართველოს შემდეგ უკრაინაშიც გაიმეორა. ცივი ომიდან ცხელ მშვიდობამდე ამერიკის ელჩი პუტინის რუსეთში. წიგნის ავტორი რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლია, რომელიც მოსკოვში დიპლომატიურ მისიას 2012-14 წლებში ასრულებდა. წიგნში ავტორი 2008 წლის აგვისტოს იხსენებს და ამბობს, რომ 6 დღიანი ომის დაწყების პასუხისმგებლობაზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობა. მაიკლ მაკფოლი საუბრობს სააკაშვილის შეცდომებზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ჯარების ჩაყენებითა და კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში რუს სამშვიდობოებზე იერიშის ბრძანება გასცა. ეს რუსეთის ხაფანგი იყო. პუტინს სურდა, რომ სააკაშვილი დასმოდა თავს, რათა რუსეთს საქართველოში შეჭრის მიზეზი ქონოდა. საქართველოში შემოჭრილმა არმიამ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაამარცხა, მაგრამ არც ისე მოკლე დროში, როგორც ვარაუდობდა. აგვისტოს ომის წინაპირობებზე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილმა მრჩეველმა სტივ ჰედლიმაც ისაუბრა. ცხადი იყო, რომ მიმდინარეობდა მზადება და პოზიციების გაძლიერება. რთული სათქმელი იყო, რაზრახვები ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ეს ნამდვილად გვაწუხებდა. მახსოვს ომამდე სააკაშვილის თეთრსახლში ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდაცრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და როდესაც შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა. მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო. Security team to discuss the situation in Georgia.
უშიშროების გუნდი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს. მე ვარ ღმად შეშფოთებული, რადგანაც მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ კონფლიქტის ზონაში, თავს დაესხნენ ქალაქ გორს და ემუქრებიან თავდასხმით საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ომის შემდეგ 15 აგვისტოს თბილისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა. თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმა ჩამოიტანა, რომელიც რუსული და ქართული ჯარების უკან დახევას და ოკუპირებულ რეგიონში რუსი სამშვიდობოების ნაწილის დატოვებას ითვალისწინებდა. აგვისტოს ომის შესახებ და რუსულ პროვოკაციებზე 2013 წელს გასულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ მაილსმაც. მან ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტიც გაიხსენა, შემდეგ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი იყო 2008 წლის ომის პროვოკატორი. როდესაც 2005 წლის მაისში პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა საქართველოში, მან გააფრთხილა პრეზიდენტი სააკაშვილი იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს უჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ უჭერდით მხარს ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. დიახ, პროვოცირებას ახდენდა რუსეთი, დიახ, პროვოცირებას ახდენდა სამხრეთ ოსეთი, მაგრამ შეიჭრა საქართველო, რის შედეგადაც გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა. აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც დიდ ძალი მსხვერპლი და ათეულ ათასობით ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული. ცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მოსკოვი კი საფრანგეთის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს. შეერთებულმა შტატებმა მწარე მაგალითის მიუხედავად რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაც სცადა. 2009 წელს სიმბოლურ ღილაკს ჰილარი კლინტონმა სერგეი ლავროვთან ერთად დააჭირა ხელი. თუმცა ბედის ირონიით ღილაკს გადატვირთვის ნაცვლად რუსულად შეცდომით ზედმეტად დატვირთვა ეწერა. ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვას მალევე უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ყირიმის ანექსია მოჰყვა. თავდასხმა საქართველოს საელჩოზე ბრიტანეთში ნახეთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. პირდაპირ ეთერშია თავდასხმა საქართველოს საელჩოზე ლონდონში, როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები ამ მიმართულებითაც გააქტიურდნენ საელჩოში, სადაც რუსული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებით გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა იმართებოდა. პრორუსული განწყობებით ცნობილი ბრიტანელი რეპორტიორი შეიჭრა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, ის მარტო არ ყოფილა კანონდარღვევი დიპლომატიურმა პოლიციამ დააპატიმრა. პროვოკაციული შეძახილებით რუსული გამოცემების სპეციალური რეპორტიორი გრემ ფილიპსი ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობაში მოულოდნელად შეიჭრა. ამ დროს საელჩოში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა იმართებოდა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს ფილიპსი უყვიროდა და ამას ვიდეო კამერით თავადვე იღებდა. ბლოგერი თამარ კარელიძე, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, ამბობს, რომ ფილიპსი მიზანმიმართულად ცდილობდა საელჩოს სტუმრების ჩხუბში გამოწვევას. კარელიძე იხსენებს, რომ ვიდრე შენობაში ფილიპსი შემოიჭრებოდა, მანამდე გამოფენაზე ორი ეთნიკურად რუსი მოქალაქე მივიდა. კარელიძე ვარაუდობს, რომ ფილიპსი მათთან ერთად ან მათი დაკვეთით მოქმედებდა. ამბობდა, რომ ქართველები არიან აგრესორები და სავარაუდოდ იყო მისი მიზანი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცას რომ დაერტყა მისთვის, ვიღაცას რომ გაეცია, აი ამით დაადასტურებდა, რომ კი, აი ქართველები ნახეთ, როგორი აგრესორები არიან, ურტყამენ ჟურნალისტს. და ის პროვოცირდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, როდესაც მიყავდა პოლიცია. მარტო არ იყო, იმიტომ რომ როგორც სტუმრის სტატუსით იყო დაახლოებით ორი რუსი ადგილზე მოსული, ანუ გამოფენის დასათვალიერებლად და ისინიც იღებდნენ კამერით. და როდესაც პოლიციას მიყავდა, უკვე მერე ხარდაჭერა, ანუ მხარს უჭერდნენ მას. კადრში ფილიპსის დაკავებისას სავარაუდოდ რეპორტიორის თანხლები რუსი მოქალაქე ჩანს. დიპლომატიური პოლიცია საელჩოს თანამშრომლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ფილიპსმა არაერთი თხოვნის მიუხედავად შენობა არ დატოვა და აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობდა. საქართველოს ელჩი ბრიტანეთში დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ აგრესიული პროპაგანდით კრემლმა სიცრუის ტირაჟირება სცადა. მის გამო რომ ეს არის მთლიანად იგივე ტექსტი და იგივე ნარატივი, რასაც ვისმენთ რუსეთისგან, მე შემიძლია ეს თავისუფლად ჩავთვალო, როგორც რუსული პროპაგანდისტული აგრესიული მანქანის ესე შემოტევა საქართველოს დიპლომატიურ მისიაზე ლონდონში. ეს ადამიანი
იმეორებს ისტორიულად ორ რაღაცას, რომ ის არის ბრიტანეთის მოქალაქე და მას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად ეს არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას იყენებს იმისთვის, რომ ის სიტყვა, რომელიც ისმის ჟურნალისტის პირიდან აქციოს იარაღად. შეთაღვინერია, რომელიც წლებია რუსულ პროპაგანდას იკვლევს, ამბობს, რომ გრემ ფილიპსის სახით ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითის სახეზეა. მისი მიზანი ბრიტანული აუდიტორიისთვის დეზინფორმაციის მიწოდება იყო. გრემ ფილიპსი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს რუსულ გამოცემა სპუტნიკთან და Russia Today-სთან, ცნობილია მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით. იგივე ხელწერა აქვს მას უკრაინასთან მიმართებაშიც. რუსული ნარატივი აქაც იგივეა. ცნობილი პროვოკატორია, ის 2014 წელს უკრაინიდან გამოაგდეს და აუგზავნეს უკრაინაში შესვლა ზუსტად მსგავსი გამოხტომების გამო. თუ დაუშვათ, აი 3% ან 5% მაინც დაიჯერებს, ან ეჭვი შეეპარება იმაში ეს კაცი სიმართლეს ამბობს თუ არა, ეს არის ზუსტად ამისი მიზანი. მათ ხომ პოზიტიური, ესე ვთქვათ, მესიჯი და ნარატივი არ გააჩნიათ. მათი მთავარი ამოცანა და მათი პროპაგანდის მთავარი ამოცანა არის ზუსტად დისკრედიტაცია საქართველოსი. შენ უნდა გქონდეს შენი პოზიტიური ნარატივი, რომელსაც მიზანმიმართულად გაყვები და შენ მიაწოდებ ხალხს ინფორმაციას წინასწარ, სწორს და სანდო ინფორმაციას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ძირითადად, ესე ვთქვათ, ტარგეტირებას უკეთებს რუსული პროპაგანდა. ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიულები. პროაქტიულობა რუსული პროპაგანდის პრევენციის მთავარი გარანტია. მედია ექსპერტები ამ კუთხით სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი მზად არიან, რომ მმართველგუნდს საკუთარი წინადადებები წარუდგინონ. ჰიბრიდული ომის ზოგს ესმის, რომ ინტერნეტში შემოგივარდება ვიღაცა fake news დაგეწარს. არა, სწორედ ესეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები, რომელიც მე ითარგმნება სხვადასხვა ტიპის ნარატივებში, არის გამიზნული მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. უნდა გქონდეს სტრატეგია შემუშავებული, რომელიც რაც მთავარია იქნება დაფუძნებული პროაქტიულ ქმედებებზე. რომ შენ იყო პირველი ამ ომში და გათვლიდე სტრატეგიებს, მუშაობდე შენი დაზვერვა, სწორად მუშაობდე შენი დაზვერვა. ყველაფერი ომში ვართ და ამას ჭირდება ჩვეულებრივი შტაბი, რომელიც სტრატეგიით იმუშავებს მოწინააღმდეგის საპირისპიროდ. გრემ ფილიპსი ამ დრომდე დაკავებულია, ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის სასჯელს დააკისრებს მას დიპლომატიური პოლიცია. დღის სხვა თემები 6 თვის ტყუპი დაძმის ცემაში ბრალდებული ძიზა სასამართლო პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაკავებულის აღიარებით ჩვენება და ადვოკატის შეთავაზება გირაოსთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. პროცესზე პროკურატურას კიდევ ერთხელ მოუწია საუბარი იმაზე, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე და ძიძა პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო. 23 ივნისს მოხდარის შემზარავი დანაშაულის შესახებ ქრონიკამ ექსკლუზიურად მოგიყვათ და ის ვიდეო მასალაც გიჩვენათ, სადაც ქალი ჩვილ ტყუპებზე ძალადობდა. 6 თვის ტყუპების ცემაში ბრალდებული ძიძა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არც ქალის აღიარება გაითვალისწინა და არც მისი ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პირველი შემთხვევაა და თავს ვგრძნობ დამნაშავედ, მხოლოდ გაითვალისწინა. და სრულად ვნანობა. დღეს დავუშვათ, რომ თქვენს მიმართ აპროტესტის ღონისძიება შეიცვალოს. მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესში და შეიძლება ისევ საპატიმრო სასჯელი მოგისალმონ და გიღირთ ეს ამათ. ბრალდებული ლინე დამატაძის მიმართ გამოყენებული აპროტესტის ღონისძიება პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში. მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, ადვოკატმა გირაოს სახით სასამართლოს 1500 ლარი შესთავაზა. მის არგუმენტებს შორისაა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც უფლებადამცველის თქმით ტყუპებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ დაუდგინდათ. ექსპერტიზის დასკვნამაც აჩვენა, რომ ბავშვებზე არანაირად ყვალი, რომელიც ჯანმრთელობას ან რაიმე ზედმეტად იქნებოდა, არანაირად ამის ერთადერთი თავისი შვილებზე ოჯახზე კი არა, უფრო მეტად განცდა და მონატრება ჰქონდა იმ ბავშვების, რომელსაც რამდენიმე თვეს დინა. კვლავ ძალაშია ის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რაც მოსამართლე არსებობ განჩინებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი რისკი განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა ირინა ტაბატაძემ.
დღევანდელ სასამართლოზე დაცვამ ბრალდების მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულები სასამართლო პროცესზე აღარ დაიკითხებიან. 21 აგვისტოს მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, რასაც გადაწყვეტილება მოჰყვება. როცა ეს საქმე ეხება არასრულ წლოვნებს, მცირე წლოვნებს, ბუნებრივია რისკია იმის, რომ მის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ის კვლავ იძალადებს სხვებზე. აქედან გამომდინარე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. სამართლებრივად ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ეხლა პროცესი როდესაც იქნება, შემდეგი პროცესი 21-ში მოსამართლემ ეს არანაირად არ გამოიყენოს ისევ პატიმრობა და სასჯელის სახით გამოიყენოს არასაპატიმრო ღონისძიება. დაზარალებულებს საჯაროდ საუბარი ისევ არ სურთ. ოჯახს დღეს დაკავებულის იმ განცხადების შესახებაც ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც მასზე თავად დაზარალებულებიც ძალადობდნენ. ძალიან მაინტერესებს იზოლებით ხო არ იყო თუ არა მე არანაირად არ ყოფილა ძალადობა აქეთა მხრიდან და იზოლებით არავინ არავისთან არ ჩერდა. ვიღებენ ყველანაირად რომ რაღაცნაირად შეიმსუბუქონ მდგომარეობა. კადრები, რომელიც სანახავად მძიმეა, ქრონიკამ ექსკლუზიურად 23 ივნისს მოიპოვა. ამ ვიდეოთი დასტურდება, რომ 47 წლის ძიძა 6 თვის ტყუპდაძმას ფიზიკურად უსწორდება. ოჯახმა შემთხვევის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ოთახში სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. რაც იქნებ ამ ხელებსა, რათა? რაც იქნებ ხელებს? შემოწუხდე რა, უკვე. მაგ ხელების ქნევითა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მუხლი, რომლითაც გამოძიება ძიძას ედავება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც ითვალისწინებს. გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებს უწყების ცნობით დანაშაულში ბრალდებული გიორგი ჭანტურია. ის მეორე დააკავეს გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 15 იანვარს რუსთავში, ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში ქუთათელაძეს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ესროლა და მოკლა. პოლიციამ დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო. გამოძიების ვერსიის არჯერა დაკავებულის ოჯახს. ეგრეთ წოდებულ სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ძალოვანი უწყება მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალი ერთხელ უკვე დაკავებულმა და ბრალის წარდგენის გარეშე გათავისუფლებულმა გიორგი ჭანტურიამ მოკლა. ნათია მეზრუშულმა მკვლელობის მოტივად ფინანსური დავა დაასახელა. ირკვევა, რომ 8 თვიან საქმეში ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა. ჩავატარეთ მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შესაბამისადაც შედეგადაც ახალი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ. ბრალდებული გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად მივიდა ეგრეთ წოდებულ სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რის შედეგადაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გენერალ სამსონ ქუთათელაძეს. გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მამაშვილის დაკავებას პირად ანგარიშსწორებას უწოდებს. ზურაბ ჭანტურია მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში 8 საათიან ჩხრეკას იხსენებს და ამბობს, რომ იარაღები და საბრძოლო მასალა გამომძიებლებმა ჩადეს. ბრალდებულის მამა ამტკიცებს, რომ მის შვილს უტყუარი ალიბი აქვს, რადგან 15 იანვარს ქუთათელაძის მკვლელობის დროს მასთან ერთად გადაადგილდებოდა. ზურაბ ჭანტურია აცხადებს, რომ ქუთათელაძისა და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესები სადავო არასოდეს ყოფილა. ჩვენი ბაზრის მეცილე 2010 წლის მერე აღარ ყოფილა. რაც სამსონ ქუთათელაძის შვეში. არავითარი ინტერესი გიორგის არ ქონდა. ეს იარაღები თქვენი იყო? ალბათ გიორგის ეკუთვნოდა? რა თქმა უნდა. ყოფილი დეპუტატის და გენერლის მკვლელობის საქმეში მეორედ დაკავებული ჭანტურია ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და სახლის სარდაფიდან ნივთმტკიცებად 500 ვაზნის 24 მჭიდისა და 3 ავტომატის ამოღების ფაქტს აბსურდულს უწოდებენ.
ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ზღაპარი. გამოკითხულია ძირითადი ნაწილი მოწმეების იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვს ჩვენებები, ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ ჩადებულია იარაღები. ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის დირექტორისთვის მამუკა ცხოვრებაძე საკუთარ კაბინეტში მოკლულ გენერალსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტს ადასტურებენ ბაზრის თანამშრომლებიც. იყო დაპირისპირებები იყო. სამსონ ქუთათელაძის არაფერს არ ედავებოდნენ, სადაოც არ ქონდათ სამსონ ქუთათელაძესთან არაფერი რა ახლა. უბრალოდ წარმოიშვა იქ კონფლიქტი, თვითონ იყო კონფლიქტური ისი და ბოლო მომენტში ერთად შეხვდნენ და რა თქმა უნდა თქვენს ხო გაგიზრდებათ არა ჩემ ადგილზე რო იყო თქვენც ასევე იფიქრებთ. როცა იცით რომ როცა უამრავი ხალხი ამბობს და უამრავი ის არსებობს რომ აი ბოლოს ერთად იყვნენ ხო და იმ შემდეგ შემოვედი გარდაცვლილი ნახე რა ვიფიქრო. დამთავრდა სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით. მოკლული გენერლის ოჯახი გამოძიების შედეგებს იზიარებს. მეგი სირბილაძე საჯაროდ და ღიად აცხადებს, რომ ჭანტურიას ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას გამოძიების პირველ ეტაპზეც ფლობდნენ. მოწმეების მსგავსად მოკლული ბიზნესმენის ოჯახიც ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის ფინანსურ უთანხმოებაზე საუბრობს. ისედაც ვიცოდით ჩვენ რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო. მასა და ჩემ მეუღლეს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ფინანსური უთანხმოება და სწორედ ეს უთანხმოება იყო ამ მკვლელობის მოტივით. გენერალ სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ სამუშაო ოთახში მოკლული იპოვეს. მას 6 ტყვია ესროლის მათ შორის თავის არეში. ბაზრის ტერიტორიაზე გასროლის ხმა არავის გაუგია. გავრცელებული ვერსიით ის მაყუჩიანი იარაღითაა მოკლული. მკვლელობიდან რამდენიმე საათში გიორგი ჭანტურია დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო ის 48 საათში გაათავისუფლეს. ჭანტურიას ბრალს ხვალ დღის პირველ ნახევარში წარუდგენენ. დიღმის ტყეპარკში ერთ-ერთი ავტოცენტრის შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი ორანჟერეა მოეწყობა. მართალია პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ორანჟერეა საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოლაპატრონობაა. ეს დიღმის ტყეპარკის ტერიტორია აქ განთავსებული შენობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთი კი კომპანია ანაქს ეკუთვნის. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერიტორიას სახესიცვლის კი ამ მოტორსიკის სხვა მისამართზე გადავა და დიღმის ტყეპარკში საგამოფენო ორანჟერეის ტიპის შენობა აშენდება. ჯერ არ დასრულებული პროექტის მიხედვით შენობაში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზები. მუსიკალური სცენა იქნება გამწვანება. არსებული შენობის სახეცვლილების გარდა სხვა მშენებლობა არ იგეგმება. ორანჟერიის ტიპის შენობის, რომელიც მრავალფუნქციური არის, იგივე კონტურში არის, რაც დღეს არსებული ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკა არის, საზოგადოებრივი დანიშნულების იქნება და მაღალ ინტერესს გამოიწვევს და ქალაქისთვის იქნება ერთ-ერთი საინტერესო თავშეყრის ადგილი. კომპანიას ოფიციალური განაცხადი მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე გაკეთებული აქვს. მიმდინარეობს პროექტზე საბოლოო მუშაობა. მერიაში განმარტავენ, რომ ნებართვა მხოლოდ არსებული შენობის ცვლილებაზე გაიცემა. კომპანია ანაქს მომიჯნავე მიწაც ეკუთვნის, თუმცა არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით ის რეკრეაციულ ზონაში ექცევა და მისი სამშენებლოდ განვითარება შეუძლებელი იქნება. ლოგიკა არის ძალიან მარტივი, ჩვენ გვირჩევნია არსებული შენობის ნაცვლად, რომელიც არანაირად არ ეწერება იმ სარეკრეაციო გარემოში და იმ სივრცეში, რომელიც არის დიღმის ტყეპარკში, არსებობდეს უფრო ასე ვთქვათ მისაღები შენობა ნაგებობა. ნაციონალური მოძრაობა მერიას სიცრუეში ადანაშაულებს და კვლავ ამბობს, რომ რეალურად მშენებლობის გაფართოების ნებართვაა გაცემული. ლევან ხაბეიშვილი დიღმის ტყეპარკისთვის 2006 წლის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. მართველი გუნდი კი ოპონენტს პარკის სტატუსის სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეცვლას ახსენებს. თლიანად დიღმის ტყეპარკს ედო სპეციალური გამწვანების ზონა, ამიტომ თლიანად დიღმის ტყეპარკს უნდა დაედოს ლანდშაფტურ რეკრეაციული ზონა. ნაწილს დაადეს ლანდშაფტურ რეკრეაციული ზონა, თუმცა იმ ნაწილს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და ეს არის შპს ანაგის, მისცეს საშუალება მშენებლობის გაფართოების და ასე შემდეგ. მათ უნდათ რომ ის ყოფილიყო რეკრეაციული ტერიტორია, მაშინ არ უნდა მოეხსნათ სტატუსი პარკის ამ ნაწილისთვის თავის დროზე, არ უნდა გაეცათ სამშენებლო ნებართვა, სადაც და ბეტონის დასხმის უფლება, რა თქმა უნდა, ხა ისინი ეძებენ ნეგატივს, რომ რამეში დაგვანაშაულონ, მაგრამ არის სრული მტკნარი სიცრუე. ეს არის დიღმის ტყეპარკი. აი ასე გამოიყურებოდა. ეს არის 2009 წლის რუკა. ეხლა გაჩვენებთ რა მოხდა 2011 წელს. აი მწვანე დარჩა მხოლოდ ეს. ეს წითელი ზონა მთლიანად შეცვალეს
და დაადეს საზოგადოებრივი საქმიანი ზონა. ხომ ვერ შემახსენებთ, ვინ იყო ხელისუფლებაში 2011 წელს? დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ დიღმის ტყეპარკს სტატუსი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შეუცვალეს, დღეს თბილისის მერმა მთავრობის ხდომაზე წარადგინა. კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ ზიანი მერიის გენერალურ გეგმას მიაყენონ. კალაძის განცხადებით, დიღმის ტყეპარკს მთლიანად ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი ენიჭება და ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელი იქნება. პარკის გარკვეული მონაკვეთები წლების წინ გაასხვისეს, თუმცა ახლა გამოსყიდვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს, რაღაცებს მიედმოედებიან გაურკვეველი არგუმენტებით საერთოდ და ცდილობენ, რომ ყოველგვარი ტყუილით, ციცრუით მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ გენგეგმას. სად გაგიგიათ, რომელ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში მწვანე სივრცე, პარკი და ემიჯნება ავტოსალონი, ავტოგასამართი სადგურებიც არის იქვე, მე მგონი საერთოდ ცდება ლოგიკას და რეალობას. შესაბამისად, პროექტი, რომლის განხორციელებას ეს კომპანია აპირებს, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. დიღმის ტყეპარკში ბეტონის შენობას საგამოფენო ორანჟერია სავარაუდოდ 2 წელში ჩაანაცვლებს. ზუსტ ვადებზე კომპანიაში ვერ საუბრობენ. საბოლოო დამტკიცებამდე პროექტის საჯარო განხილვაც იგეგმება. თბილისის მერია სარაჯიშვილის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას იწყებს. შესაბამის ტენდერში კომპანია NC-სმა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 4,3 მილიონი ლარია. დედაქალაქის მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ორდონიანი კვანძის მოწყობა განტვირთავს მოძრაობას ვაშლი ჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიდ დიღმის შორის. ვაშლი ჯვრის დასახლება სარაჯიშვილის კვეთა და მარშალ გელოვანის გზაჯვარედინი. სამანქანოგზის ეს მონაკვეთი ხშირად დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ნაწილია. გელოვანის გამზირზე გასასვლელი მომავალი 6 თვის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოებით დაიტვირთება. ორდონიანი პანდუსი მოეწყობა, მთლიანად განტვირთავს ამ არსებულ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობას და ძალიან კარგი პროექტია. დაახლოებით 4 მილიონი ძება ამ პროექტის განხორციელება, 6 თვე დაჭირდება. სრულ დამთავრებას სამუშაოები დაწყებულია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე SCC აწარმოებს. მისი დასრულების შემდეგ ქალაქის სატრანსპორტო სივრცეს ახალი ესტაკადა შეემატება. რკალისებური გზაგამტარი სარაჯიშვილის ქუჩიდან დიღმის მიმართულებით შუქნიშნის რეგულირების გარეშე დამატებით ცალმხრივ გზას შექმნის. ასევე შუქნიშნის გარეშე გახდის შესაძლებელს გადაადგილებას საბურთალოს მიმართულებით. უზარმაზარ მანქანების ნაკადს, რომელიც მუდმივად შუქნიშნთან ჩერდება და აქედან გამომდინარე მოსახლეობისთვის ყოველდღიურად სამსახურში წასვლა წარმოადგენს 1 საათიან დგომას მარტო აი ამ მონაკვეთში, ეს პრაქტიკულად მოიხსნება. კარგად გვაქვს შესწავლილი პროექტი, დეტალურად არის დამუშავებული და პრაქტიკულს არ ველოდებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის 6 თვიანი ვადა, რომელიც გაგვისაზღვრა მერიამ რომ სამუშაოები დავასრულოთ, რეალისტურია. სატრანსპორტო საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ორდონიანი კვანძი ამ ადგილას მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. თუმცა მანამდე უნდა შეფასდეს რისკები და მინიმუმამდე შემცირდეს სამუშაოებისაც გზის გადაკეტვის საშიშროება. აქ გზის გადაკეტვა მშენებლობის დროს იქნება პრობლემის შემცველი, წარმოქმნის საცობებს, თუმცა ყველა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ძალიან საფუძვლიან კვლევებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის არ გვაქვს თანახი. თქმა უნდა, პრობლემები იქნება, მაგრამ უნდა გაუძლოს ყველამ. იქნება შემდეგ ძალიან კარგი სერიოზული შვება ყველასთვის. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით ესტაკადის მშენებლობისას ქუჩა ეტაპობრივად და მცირე დროით დაიკეტება, ხოლო სამუშაოს ძირითადი ნაწილი არასამანქანო სამშენებლო მოედანზე განხორციელდება. სასწავლო სეზონის დაწყებამდე ვგეგმავთ, რომ ყველა ის სამუშაო, რომელიც საჭირო იქნება, გზის გადაკეტვის თვალსაზრისით უკვე დასრულებული ქონდეს, შესაბამისად განსაკუთრებულ გართულებებს მოძრაობაში არ ველოდები. რკალისებური ესტაკადის მიზანი ვაშლი ჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვა და საბურთალო დიღმის შორის სატრანსპორტო ნაკადის გამტარობის გაზრდაა. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტს 4,300,000 ლარი დაუჯდება. დაბოლოს კვლავ რუსული აგრესია აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმს იღებს. ბოსტანი კონფლიქტის ზონაში ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან მხატვრულ სურათს, რომლის სცენარიც ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო ფილმის კონკურსის გამარჯვებულია. სატელევიზიო პრემიერა 2019 წელს ტელეკომპანია იმედის ეთერში შედგება. როგორც გრიმიორი ასევე მეც ორივე ღელავთ რა გამოგვივა.
გარდასახვა მისი პროფესიის მთავარი ამოცანაა და ყოველი ახალი გმირის შექმნას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. დუტა სხირტლაძე, რომელსაც მაყურებელი არაერთი სატელევიზიო პროექტით თუ კინოსურათით იცნობს, ახალ ქართულ ფილმში ბოსტანი კონფლიქტის ზონაში მთავარ გმირს, რობიზონს განასახიერებს. სიუჟეტი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმიანება, მსახიობისთვის პროტესტის გამოხატვის ერთგვარი საშუალება გახდა. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა ხო ყველას ვალია და ხო ყველას არ შეუძლია ალბათ არ არის, მაგრამ ჩვენ რადგან შემოქმედი ხალხი ვართ, ჩვენ ჩვენებურად ვამბობთ ჩვენ სათქმელს და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს ამ ფილმით. ჩვეულებრივად რა, აი სცენების უმრავლესობას კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში, მის მშობლიურ სოფელში, ქვემოგომში იღებს. ბესო სოლომონაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიებს დიდ ეკრანზე თამრიფ ხაკაძის მოთხრობის მიხედვით აცოცხლებს. როგორც რეჟისორი ამბობს, კინოსურათის მთავარი გმირის გარშემო განვითარებული მოვლენები ოკუპაციის პრობლემას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. სტოპ! ეს არის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა საქართველოსი, რომელიც იწვევს ყველა დანარჩენ პრობლემას. ეს არის ოკუპაციის პრობლემა და ოკუპანტი ქვეყნის ძალადობა ნებისმიერ სფეროში. რომ ეს უმშვენიერესი პატარა ქვეყანა არ განვითარდეს. მთავარი გმირის ბოსტანი ყველაზე სტრატეგიულ ადგილას აღმოჩნდება და მისი მფლობელი რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების პირველი თვითმხილველია. მოვლენები ისე ვითარდება, რომ რობიზონი ყურადღების ეპიცენტრში ექცევა და ტელევიზიის ინტერესის ობიექტი ხდება. სწორედ იმედის ჟურნალისტის ინტერვიუს საშუალებით ცოცხლდება მისი პირადი ისტორია. კამერა და მიკროფონი ფილმშიც სალომეს მთავარი რეკვიზიტია. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი პროფესიულ უნარ-ჩვევებს ამჯერად კინოსურათში გამოიყენებს და ლიკოს როლს განასახიერებს. მე უნდა ყოფილიყავი უფრო მეტად აქტიური, უფრო ისეთი ცოტა აგრესიულიც, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტი, როგორც პრინციპში არ ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ კულტურის ჟურნალისტი და არ მიწევს ხელწერტილებში მუშაობა და აი სათამაშო ალბათ ეს იყო. გადაღებები ფილმისთვის ბოსტანი კონფლიქტის ზონაში დასასრულს უახლოვდება. ერთი ადამიანის ისტორიით მოთხრობილ რუსული აგრესიის ქრონიკას მაყურებელი დიდ ეკრანზე 2019 წლის დასაწყისში იხილავს. ბოლოს შეგახსენებთ, რომ დღის ყველა სიახლის ნახვა იმედის News Cheese-ზე შეგიძლიათ. თქვენ წინ სპორტის სიახლეები და ამდის პროგნოზი გელით, მე კი ხოლმე გამშვიდობით მაგუთურებისთვის. სპორტს იმედზე წარმოგიდგენთ კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. საღამოშიდობისა, სპორტის ახალი ამბების დრო მოვიდა იმედის ეთერში. ხვალ საქართველოს ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ტორპედო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის კლუბს კუკეშს უმასპინძლებს. ალბანეთის ჩემპიონმა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი ჯამში აზერბაიჯანის ყარაბაღთან 0-3 წააგო და ევროპის ლიგაზე გადმოინაცვლა. ხვანილ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი ოპტიმალური შემადგენლობით ტრავმირებული მოთამაშეების გარეშე ხდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. ბილეთები, რომელთა ფასი 4 ლარია, სტადიონის სალაროებში იყიდება. ქართულ ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა. მე კეთს ვიხრით ჩვენი გუნდის სახელით ამ გმირების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, გუნდი სრულ მზადყოფნაშია, მზადები ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, პლეი-ოფამდე 2 შეხვედრა გვაქვს დარჩენილი და ამიტომ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმუმი გავიღოთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ხვალინდელი დღე ძალიან დიდი დღეა ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ფეხბურთელებიც ვაცნობიერებთ თუ არა მარტო ეს არის ქუთაისის სახელი, არამედ მთლიანად საქართველოს სახელი და მეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
ხვალინდელი მატჩის წინ დაძაბული ვითარება შეიქმნა. კუკეშის რამდენიმე ფეხბურთელს საქართველოში ჩამოსასვლელი ვიზა არ მისცეს. ამის შესახებ ალბანეთის კლუბმა განცხადება სოციალურ ქსელშიც კი გამოაქვეყნა. ალბანელების თქმით, საქართველოს საკონსულო მათ 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცა და ისინი fair play-ის პრინციპების დარღვევაში სწორედ ქუთაისის ტორპედოს ადანაშაულებენ. საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა მოზამბიკის, კოსოვოს და მაკედონიელ ფეხბურთელებს. კუკეში საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ მორიგი განცხადებაც გაავრცელეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალბანეთის გუნდი ქუთაისის ტორპედოსთან კომუნიკაციას წყვეტს და მათ მიერ ორგანიზებულ უახშავს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ალბანელები მიიჩნევენ, რომ ეტოქემ პრობლემები განზრახ შექმნა. თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საკონსულოს დეპარტამენტმა, სადაც აცხადებენ, რომ სავიზო პროცედურების გავლის დროს სპორტსმენებს ხარვეზები დაუდგინდათ. მათივე თქმით, მიმდინარეობდა მუშაობა სავიზო განაცხადში ხარვეზების გამოსასწორებლად და ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ისინი საქართველოში შემოსვლას დაუბრკოლებლად შეძლებდნენ. გუნდში კარგი განწყობა ნამდვილად არ გვაქვს შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. ჩვენ 4 ფეხბურთელს შექმნა ვიზასთან დაკავშირებით დაბრკოლებები და ამას მოყვა სხვა პრობლემებიც. ჩვენ ვართ პროფესიონალი გუნდი და ასეთ პრობლემას პირველად შევხვდით. არ ვიცი ვის მოვთხოვო პასუხი კლუბ ტორპედოს თუ მთავრობას. ჩვენ ვართ ფეხბურთელები და არა პოლიტიკოსები და აქ სათამაშოდ ჩამოვედით. კოსოვოსთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცით რა თემაც არის, საქართველოს არ აღიარებს დამოკიდებულება. შესაბამისად კოსოვოს მოქალაქეზე ვერ შემოუშვდა სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარება და სახელმწიფო ფეხბურთის დახმარებით მოხდა გამონაკლისი დაიშვა. მოზამბიკის მოქალაქეს რაც შეეხება სპეციალური საშუალებით ამ ფეხბურთელზეც მოხდა დაშვება. ორ მაკედონიელზე ინფორმაცია მიიღო გუნდმა გამომგზავრებამდე წინა დღით ადრე. 2 დღით ადრე კი ვიზების გაკეთება შესაბამისად რთულია. ჩვენ რამდენიმე საათის წინ საკითხი მოვაგვარეთ, მაკედონიელებზე ვიზა გაიცა, თუმცა როგორც კი შევატყობინეთ მხარეს, ალბანურ მხარეს, რომ ვიზები გაიცა, შეგვატყობინეს, რომ ფეხბურთელები აღარ მოდიან საქართველოში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი FIFA-სგან ოფიციალური წერილი მიიღო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში ჩასვლას და იქ საფეხბურთო მატჩის გამართვას. ჩვენმა ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალური წერილით ამ საკითხის გასარკვევად მიმართა. FIFA-ს წერილში კი მკაფიოდ ნათქვამია, რომ FIFA-ს წერილში მკაფიოდ ნათქვამია, რომ FIFA-ს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. აფრიკის კონტინენტზე FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ასევე ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე. ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ვაკო ყაზაიშვილი კიდევ ერთხელ აღიარეს. ბოლო ადგილზე მყოფმა სან-ხოსემ 23 ტურში სტუმრად ლიდერი დალასი დაამარცხა და დიდი სენსაცია მოახდინა. ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვაშიც გაიმარჯვა და 23 ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა 31 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ დანიელ როიერს 15 ქულით გაუსწრო. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში 6 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყაზახეთის ჩემპიონატის 21 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. ბოლო ტურში ტობოლმა ორდობაისთან ფრედ 1-1 ითამაშა. კანკავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და საუკეთესო იყო. ყაზახეთის პროფესიული ლიგის ვებგვერდზე ქართველი სტატისტიკაც გამოქვეყნდა, რომელიც შთამბეჭდავია. კანკავამ ორთაბრძოლების 79% მოიგო, 12 ჯერ აართვა ბურთი მეტოქეს და მისი გადაცემების სიზუსტემ 94% შეადგინა. ქართულ ფეხბურთელს ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 2 ბურთი აქვს გატანილი. ტობოლი 22 ტურში 11 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ჟეტის უსუმას მიძლევს. ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონი სავარაუდოდ სულ მალე აღარ იქნება ყველაზე ძვირად ღირებული გოლკიპერი. როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ლონდონის ჩელსი ბილბაოს ატლეტიკის 23 წლის მეკარეს კეპა არიზაბაგალის სანაცვლოდ სარეკორდო თანხას 80 მილიონ ევროს, ანუ 92 მილიონ 800 დოლარს გადაიხდის. ბასკი მეკარე ჩელსიში ტიბო კურტუას ადგილს დაიკავებს, რომელიც წესით სულ მალე მადრიდის რეალში უნდა გადავიდეს. კურტუამ მადრიდში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, გამოქვეყნდა ასევე
ლონდონელების ახალი მწვრთნელის კომენტარიც. კაპა 1 წლის წინ ნახე განაცხადა მაურიციო სარი, ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უმაღლესი დონის მეკარეა. იტალიელმა ასევე განაცხადა ისიც, რომ კურტუას რეალში წასვლა უნდა და ის მას ამაში ხელს არ შეუშლის. კეპა არიზაბალაგას გარდა ჩელსიმ წელს კიდევ ერთი მეკარე 38 წლის ინგლისელი რობერტ გრინი დაიმატა. ეს იყო ბოლო სპორტული ახალი ამბავი, ახლა კი მარიამ სანოგო გვეტყვის თუ როგორი ამინდი გვერის, ხვალამდე გეშვიდობებით ნახვამდის.